გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი ორგანიზაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ალბათ ყველაზე გახმაურებულ და სკანდალურ ბიზნეს გარიგებას, რომელიც ეხება რუსული როსნეფტის მიერ პეტროგასის აქციების მნიშვნელოვანი წილის შეძენას, ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შეფასებით, ეს გარიგება ატარებს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან რაღაც საბოტაჟის ნიშნებს და ვეცდები უფრო ვრცლად და უფრო ღრმად ვისაუბროთ ჩვენი ერთგვარი ეჭვების შესახებ. წინა ხელისუფლების პერიოდში მიუხედავად მათი ანტირუსული და ასე ვთქვათ განცხადებების და განწყობილების მიუხედავად, სწორედ რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გარიგებები იქნება შეთანხმებები თუ სხვადასხვა მემორანდუმების გაფორმება რუსულ მხარესთან, გულისხმობ კომპანიებს, როგორც კერძოს, ასე სახელმწიფოს და არაერთი რუსული ინვესტიცია შემოვიდა სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში. დღეს ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალი წარმოდგენილია როგორც საბანკო სფეროში, ისე მრეწველობის სფეროში, ქიმიური წარმოების სფეროში, ტელეკომუნიკაციების სფეროში, პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სფეროში ფიგურირებს რუსული კაპიტალი და სწორედაც რომ ეს მოხდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მე არ ვამბობ რომ რაღაც გეოგრაფიული ნიშნით უნდა გავმიჯნოთ ინვესტიციები, თუმცა ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკას თუ იმ შეფასებებს, ასე ვთქვათ, თითქოს ხდება რაღაც დღეს დაიწყო რუსეთისთვის საქართველოს მიყიდვის პროცესი. მე რამდენიმე ფაქტსაც მინდა გამოვეხმაუროთ, თქვენთვის ახალი არ არის და კარგად არის ცნობილი, ვის საკუთრებაში იყო ეს კომპანია Petrogas Energy, რომელიც დღეს უკვე რომლის 59% დღეს როსნეფტმა შეიძინა, მოგეხსენებათ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით გეზარაშვილმა არა მარტო ეს აქტივი, არამედ ბევრი სხვა აქტივი მიყიდა რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს და სწორედ შემდგომ მოხდა მისი გასხვისება რუსულ კომპანიაზე, რაც ჩვენი აზრით ბადებს ეჭვს, რომ რაღაც საბოტაჟის შემცველი შეიძლება იყოს და იყოს ცდილობა ახალი ხელისუფლებისთვის იარლიკის მიწებების, ასე ვთქვათ, თითქოს რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობს. მე რამდენიმე ფაქტი მინდა გაგახსენოთ არც თუ ისე შორეული წარსულიდან, მაგალითად 2005 წელს საქართველოს მთავრობა აწარმოებდა აქტიურ მოლაპარაკებებს რუსულ გაზპრომთან გასადენის მიყიდვის თაობაზე, შემდგომ მიყიდვის გეგმა, ასე ვთქვათ, ჩავარდა და შემდგომ საუბარი იყო უკვე გაზპრომთან ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ამ გასადენის მენეჯმენტი. ასევე 2008 წლის დეკემბერში, ანუ მოგეხსენებათ, უკვე საომარი მოქმედებების შემდგომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობასა და რუსულ ინტერაოს შორის დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ეხებოდა ენგურჰესის ეფექტიან ექსპლუატაციას, ანუ პრაქტიკულად მართვაში მოხდა ენგურჰესის გადაცემა რუსული კომპანიისთვის. ამდენად ეს პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს რუსეთის ლანძღავი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, განცხადებების ფონზე მათთვის მევენე მხრივ სხვადასხვა კომპანიების მიყიდვა თუ რუსული ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში ჯერ კიდევ და ამ ისტერიის ფონზე საკმაოდ ბევრი აქტივი შემოვიდა რუსული ქართულ ეკონომიკაში და დღეს იმაზე საუბარი რომ მით უმეტეს წინა ხელისუფლების მხრიდან რომ ახალი ხელისუფლება იწყებს რუსეთთან რაღაც ქართული სტრატეგიული ობიექტების მიყიდვას, ჩვენი აზრით არ არის სწორი, ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი აზრით დღეს არსებულ პირობებში არ არის გამართლებული და ასევე არ არის გამართლებული ის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მიწერა ახალ მთავრობაზე, ვინაიდან, როგორც ვახსენე, საკმაოდ დიდი ფესვები გააჩნია ამ პოლიტიკას. ძალიან დიდი მადლობა, თუ კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიცავს საბოტაჟის ელემენტებს. რეალურად აი და თქვით კონკრეტული შეთანხმებები ახსენეთ. დღეის მდგომარეობით, რომ გითხრათ იურიდიულად, რამდენად გქონდა თქვათ იგივე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თქვენ თქმით, ის რეალური ბერკეტი, რომ მოეხდინათ ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის გასუცება.
ნუ მოგეხსენებათ, მე ვახსენე აქ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად ერთბაშად ყველა აქტივი გადაუფორმა დავით იაკობაშვილს, ერთ-ერთი ჩდება ეჭვი, რატომ მოხდა ყველა აქტივს აქ რამ საუბარია, არა ერთ ბიზნესზე, არამედ რამდენიმე ბიზნესზე, როგორ და რატომ შეიძლება სხვა მყიდველი არსებობდა, ვინც უფრო მეც გადაიხდიდა, ხო? ანუ ერთბაშად ყველა აქტივის გადაფორმება მოხდა დავით იაკობაშვილზე, რაც ჩვენი აზრით აჩენს ეჭვს, რომ ეს არის მხოლოდ ფიქტიური, ასე ვთქვათ, ცვლილება აქტივების ფლობელის. მით უმეტეს, რამდენიმე აქტივი, მათ შორის გალფი, მათ შორის არა იგივე სახელწოდებით, თუმცა პეტროკას ენერჯი გრუპი თუ არ ვცდები, არსებობს კიდევ ასე. ერთ და იგივე იურიდიულ მისამართზე არის თბილისში რეგისტრირებული. ანუ არ შეცვლილა მათ მფლობელობაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ჩვენი აზრით აჩენს ეჭვს, რომ ეს იყო რაღაც ფორმალური ცვლილება მეპატრონის და რეალურად აქტივების განკარგვა კვლავ დავით კეზერაშვილის უკავშირდება. და რაიმე სახის დარღვევა სამართლებრივი სამართლებრივად არანაირ დარღვევაზე ბუნებრივია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ კომპეტენციით და ჩვენი შეფასებით სამართლებრივად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შეიძლება მოხდარიყო, ცალსახად წმინდა სახის ბიზნეს ურთიერთობაზეა საუბარი. უბრალოდ აქ უფრო პოლიტიკურ მხარეზე და პოლიტიკურ ნაწილზეა ყურადღება გამახვილებული, რომ ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მხოლოდ ბიზნეს გარიგება, ვინაიდან მნიშვნელოვან ობიექტში ფიგურირებს უკვე რუსული თან სახელმწიფო კომპანიის კაპიტალი, რაც ჩვენი აზრით მხოლოდ ბიზნეს გარიგება არ არის. საბოტაჟი ახსენეთ და მაინტერესებს რა სისახავს მისდევენ საბოტაჟი, რა საბოტაჟი ეცავს სახელმწიფოს მიმართ? კი ბატონო, ანუ მე მაქსიმალურად შევეცადე რომ რაღაც თუმცა ალბათ კი პოლიტიკური რაღაც შეფასებებისგან თავი შემეკავებინა, თუმცა მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების გუნდისგან მათი წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმის საუბარი, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ კურსს და მიდის რუსეთისკენ. არა და ამ განცხადებების ფონზე მოხდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, შემდგომ ხელშეკრულების რატიფიცირება და არ გამოურიცხავთ, სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ და შევნიშნეთ საბოტაჟის ნიშნები, რომ ამ გზით შეიძლება ყოფილი პოლიტიკური გუნდი ცდილობს ამ საგარეო ვექტორის თითქოს რუსეთისკენ მიმართვას. ახალი წელი მშვენივრად. რომელი ინფორმაციას? ავთ ბევრი დამადასტურებია, ანუ ეს ჩვენი მოგონილი ნამდვილად არიან, იგივე გაზპრომთან რომ მოლაპარაკებები იყო, შემდგომ ერთობლივი საწარმო შექმნაზე იყო საუბარი, ეს დამალული არ არის. ბევრი განცხადება შეგიძლიათ ნახოთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ გასადენის გაზპრომისთვის მიყიდვა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს და ეს იქნება ჩვეულებრივი მომენტი, ასე ვთქვა და არანაირ საფრთხის შემცველი არ არის. ენგურხესი რომ მართვაში ინტერავს აქ, ამის ნახვაც ოფიციალურად შეგიძლიათ, არ ვიცი, ყველა ინფორმაცია, ანუ იყო ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რაზეც ბუნებრივია არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ, იმიტომ რომ მხოლოდ იმ ფაქტებს შევეხე, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, მათ შორის, არ ვიცი, იგივე ყოველ შემთხვევაში აქ რაც მითითებული არის, ყველა ფაქტი არის დადასტურებული ოფიციალურად.